უსაფუძვლო ყოლად გაუმართლებელი შურისძიების აშკარა აქტი. ასე აფასებს იტალიის ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას რუსეთიდან იტალიელი სამხედრო ატაშესა და მისი თანაშემწის გაწვევასთან დაკავშირებით. კრემლი არ უარყოფს, რომ ეს არის პასუხი მიმდინარე თვის დასაწყისში რომის მიერ გაადგმულ ნაბიჯზე, როდესაც იტალიის მთავრობამ რუსი სამხედრო ატაშეების ქვეყნიდან გაძევება გადაწყვიტა მათი ჯაშუშური საქმიანობის გამო. ევროპული ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების ვერსიით, ივან გორბაჩოვი და მიხეილ სტახოვი წლების განმავლობაში მუშაობდნენ რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებული ქსელის წევრები. გამოძიების ფარგლებში რომის პოლიციამ 7 ივლისს ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დააკავეს იტალიური დაზვერვის ორი ყოფილი აგენტი, რომლებიც მედიის ცნობით კრემლს აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას უკრაინისთვის გასაწევ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი რუსი კურატორისგან იღებდა თანხას და ამის სანაცვლოდ მისთვის საინტერესო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გადასცემდა. მათ შორის მოხვდა ინფორმაცია ფრანგულ-იტალიური წარმოების საჰაერო თადოცის სისტემის SEMP-ის შესახებ, რომელიც მიმდინარე წელს უნდა გადასცემოდა უკრაინას, ასევე კიევის უკვე მიწოდებულ ასტერის ტიპის რაკეტებთან დაკავშირებით. მედიის თანახმად, რუსი ჯაშუშები ასევე მოითხოვდნენ დეტალურ ინფორმაციას ბულგარეთში ნატოს მისიის და იტალიური დრონების და ჰიპერბგერითი რაკეტებისთვის ძრავების მწარმოებელი კომპანია ავიოსთან დაკავშირებით, რაც მოგვიანებით ასევე უნდა აღმოჩენილიყო მოსკოვის ხელში.